მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია სერგი და დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდი. მოდი დღეს ვითამაშოთ ესეთი რაღაც, მე თქვენ გაჩვენებთ load-ების screen-ებს და თქვენ მეტყვით უნდა ავიღოთ თუ არა ესა თუ ის load-ი. აქ თქვენ ხედავთ საიდანაც ვმუშაობ და ტვირთებს ვიღებ, ჩემი ლეპტოპი, პლატფორმა D8, ახლა კი ავარჩევ ტვირთებს და თქვენ მითხარით აიღებდით თუ არა ამა თუ იმ ტვირთს. მოდი პირველი იყოს ეს screen-ი, 3 წამს გაცდით და მითხარით აიღებდით თუ არა ამ ტვირთს. ნამდვილად ამ ტვირთის აღება შეიძლება, იმიტომ რომ კომენტარებში წერია valid government ID, რომელიც შეიძლება იყოს prava, რომელიც შეიძლება იყოს social-ი და ასე შემდეგ. აქ არის თხოვენ US citizenship-ს ან green card-ი ამ ძღოლს და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ load-ს ვიღებთ. მაინც გადასამოწმებელია, უნდა დავრეკოთ ამა თუ იმ ნომერზე და გადავამოწმოთ ეს ყველაფერი. შემდეგი ტვირთი. მოდი შემდეგი ტვირთი იყოს ეს. ამოვანათებ ახლა მე screen-ს, 3 წამს გაცდით ისევ, აიღებდით თუ არა ამ load-ს. Note-ებში არაფერი წერია, მაგრამ commodities ნაწილში წერია, რომ retail supplies არის, ეგ არ არის პრობლემა, გადავამოწმოთ პალეტებზე დევს თუ არა, თუმცა პრობლემა არის მის შემდეგ რაც წერია, რომ ტრაილერი უნდა დავტოვოთ 2-დან 5 ბიზნეს დღემდე. ამის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს power only-ის აღება და მოკლედ ბევრი ტვინის შეჭმა, ასე რომ ეს load-ი რაც არ უნდა ღირდეს, ამ ფასად არ ღირს, იმიტომ რომ კარგავ მთელ კვირას. და როგორც ხედავთ $5,700 იხდის, ასე რომ არ ძღირს მთელ კვირად. და მოდი კიდე ერთი ვნახოთ, კიდევ ერთი load-ი. მოდი მესამე იყოს ეს ტვირთი, ამოვანათებ screen-ს, 3 წამს გაცდით მეგობრებო, აიღებდით თუ არა ამ ტვირთს. როგორც ხედავთ, აღება არის ღამის 6 საათზე და delivery არის შაბათს 5 საათზე ვაშინგტონში. პარასკევს სადაც არასდროს არ უნდა მოხდეთ ვაშინგტონში, თუ ზამთარი არ არის, მაგრამ 6 საათზე აღება მაინც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს ტვირთი მზად და დღე გაგემაზო. ტონუ კიდე $150 და $150 არავის არ ეყოფა ერთ დღეში. ჩატანაც შაბათს არის, ასე რომ ეს ტვირთი არ უნდა ავიღოთ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დეტალი. როდესაც ჩვენ ტვირთს ვიღებთ, საჭიროა გადავამოწმოთ საბროკეროს MC ნომერი. MC ნომერი წერია აი ამ გრაფაში. საბროკეროს სახელის ქვეშ წერია MC ნომერი. ამ MC ნომერს დავაკოპირებთ, გადავდივართ საიტზე. ეხლა მე ვერ შევედი, იმიტომ რომ კოდი მჭირდება და ამერიკაში ძინავთ ძალიან ადრეა, როცა ვიდეოს ვიღებ, მაგრამ ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ MC ნომერი თქვენ ფაქტორინგ კომპანიასთან. თუ მათი MCC ნიშანის დაბლა არ არის, მაშინ შეგიძლიათ აიღოთ ეს ტვირთი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ასეთი ვიდეოები კიდე გინდათ, დამილაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი და მომდევნო ვიდეომდე მეგობრებო.